ახლა კი საუბარს განვაგრძობთ ზურაბ ბაბაშიძესთან, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დიპლომატიის შემოგვერდება პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით ბატონ ზურაბ, მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისათვის. სრული 10 დღე გავიდა არჩევნებიდან და ახლა გვაქვს ასეთი სურათი, ოპოზიციის არსენალშია ბრალდებები, ქუჩის აქციები, არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ემზადება ახალი პარლამენტის შეკრებისთვის, დასავლეთიდან წამოსული განცხადებები, ზოგიერთი განცხადება მაინც ალბათ ჯერ ისევ ტოვებს სივრცეს ინტერპრეტაციებისთვის. თქვენ როგორ ხედავთ ამ მოცემულობას? ეს სურათი პოსტსაარჩევნო რეალობაში მოსალოდნელი იყო თუ მაინც ჩანს ახალი შტრიხები ამ საერთო სურათში? გამარჯობათ ნათია, მივესალმები ჩვენ მაყურებელს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ ჩვენ ეს 4 წლის წინათ ნახეთ ეს პროცესი, ძალიან ნათელი იყო ოპოზიციის დამოკიდებულება არჩევნების მიმართ. ისინი ძალიან ხმამაღლა და ამბობდნენ, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნებს, რომლის არჩევნები იყო გაყალბებული 2020 წლის არჩევნებს გულისხმობ საპარლამენტოს თავისთავად და შემდგომ მოხდა ის, რაც მოხდა, ისინი შემოერთდნენ პარლამენტს, გააგრძელეს მუშაობა, შედგა რაღაც დოკუმენტი შარლ მიშელის გარშემო, ვიცით რომ მე თვითონვე თავარი ოპოზიციური ძალა მაშინდელი ნაციონალურ მოძრაობა საერთოდ არ შეუერთდა ამ დოკუმენტს და მე მოხდა ამ დოკუმენტის ანულირება ქართული ოცნების მხრიდან და გაგრძელდა ცხოვრება 20 წლიანი მშვიდობიანი ციკლი ქვეყნის წინსვლის, სტაბილურობის, მშვიდობის და დარწმუნებული ვარ ღრმად იმაში, რომ ეს საკითხი დღეს ეს დღეს ხა ოპოზიცია შემოსვლა არ შემოსვლის საკითხი, ესეც მათ ხოლმე უნდათ იმისთვის, რომ შექმნან ფონი ის ამორჩევლები, რომლებმაც აბსოლუტურად შეიძლება გუწმელად უჭერენ მათ ხარს და ჯერათ, რომ ეს ოპოზიცია იმსახურებს, რომ იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ აქ უნდა ვთქვათ ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოში არ უნდათ ეს ადამიანები, რომ მოიყვანონ ხელისუფლებაში, არ ხედავენ რომ მათ მართონ ქვეყანა, აქედან გამომდინარე, ისინი შეეგუებიან ამ რეალობას, მოუწევთ ისე პარლამენტში შემოსვლა და თავიანთი საქმიანობის გაგრძელება. შეიძლება რაღაც რამდენიმე პერსონა შეიძლება გამოაგდეს ამ პროცესს, რაც წინა პერიოდშიც ვნახეთ, მაგრამ ძირითადად რა თქმა უნდა ამ ადამიანების მთავარი ის არის, რომ დაიკავონ სავარძლები, იყვნენ პარლამენტის წევრები და ალბათ გახდებიან კიდევაც, მაგრამ ეს უკვე ნაკლებად საინტერესოა, გულწრფელად გეტყვით, ვინაიდან ეს ყველაფერი უკვე ნახა საზოგადოება, მიხილა, უბრალოდ მე ის ადამიანები უფრო მაწუხებს, რომლებსაც ჯერათ, რომ გულწრფელად შეიძლება რომ ამ ადამიანებმა უნდა იბრძოლონ ამ ხალხისთვის და თავის წარმოდგენით რაღაცა ქვეყნის გარკვეული თავის წარმოდგენით რაღაც მომავლისთვის, აი მათში მოხდება ფრუსტრირება, მაგრამ ნუ ესეც რასაც ვერაფერს ვერ ვისწავ, ეს მათი გულს არჩევანია და დარჩებიან სამწუხაროდ ამ არჩევანის მძევლები. რაც შეეხება საერთაშორისო ფაქტორს, ჩვენ რა თქმა უნდა ვრჩებით პრინციპულად იმ დასკვნაში, რასაც ოდირი ეუთომ გააკეთა და ეს არჩევნები შედგა ქვეყანაში და რეალობა არის ეს და ყველა მიიღებს იმ რეალობას, რაც არის, იმიტომ რომ ქართულმა ხალხმა 1,200,000 ადამიანმა ცოტა ნაკლებმა გადაწყვიტა, რომ ხალი დაეჭირა მმართველი ძალისთვის, ქართული ოცნებისთვის და რატომ დაუჭირა ხალი, იმიტომ რომ არჩევანი იყო ომსა და მშვიდობას შორის, ოჯახურ ღირებულებებს შორის, ასევე ძალიან ბევრმა ადამიანმა, იმიტომ რომ მე პირადად ჩართული ვიყავი ჩემ მეგობრებ კოლეგებთან ერთად წინა საარჩევნო კამპანიაში და ძალიან ბევრი მოქალაქე ჩვენ ვისაც ხვდებოდით, ძალიან შეურაცხყოფილი იყო ამ გარე ჩარევებით, ღია ჩარევების გამო. ჩვენ ამ ქვეყანაში ვიხილეთ სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და კომიტეტების თავმჯდომარეების მიტინგებში მონაწილეობის საკითხი. რაც რა თქმა უნდა ძალიან ტკივილად აღიქვა საზოგადოების იმ უმრავლესმა ნაწილმა, რომ ჩვენ წარმოვიდგინოთ, ახლა თქვენ ჩაბრძანდეთ და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლება ნებისმიერ სხვა ქვეყანაში მიიღონ რაიმე ანტისამთავრობო დელეგაციაში, მანიფესტაციაში მონაწილეობა. ამას არავინ მარტივად არ შეხედავს, ხო? აი ეს არის ბევრი საკითხები, რომელსაც ჰქონდა ადგილი და ქართულმა ხალხმა საზოგადოება მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ეხლა ბუნებრივია დამთავრდება ეს პროცედურები, რასაც იგივე საარჩევნო დავებს ქვია, საარჩევნო დავები ქვია და შეიკრიბა პარლამენტი ამაში ზღმართულად დარწმუნებული და გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება. ბატონ ზურაბ, აი დასავლელი პოლიტიკოსების შეფასებებზე როცა საუბრობთ, თქვენც ახსენეთ, ხო, მის განცხადებები, რითიც ვთქვათ, ბრძღალებში განებივრებული იყო ქართული წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესი ცალკეული პოლიტიკური აქტორებისგან. ამ პოლიტიკოსების განცხადებებში, რომლებთა განწყობები სწორედ წინასაარჩევნოდ იყო საკმაოდ კრიტიკული, პოსტსაარჩევნო შეფასებებში იმაზე აქცენტი, რომ აი მაგალითად საერთაშორისო დამკვირვებლობის
მეზობლებს ეს არჩევნები სამართლიან და თავისუფლად არ შეუფასებია, თუმცა არც ის უთქვამთ, რომ ის ასეთი არ იყო. აი ამ გზავნილიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი შეფასდეს, რაზეა მაინც დამოკიდებული დასავლეთის საბოლოო პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით? იცით რა არის ეხლა ჩვენ აი ამ ბოლო პერიოდში რაც განვითარდა ქვეყანაში გამჭირვალობის კანონის მიღება, შემდგომ ოჯახური ტრადიციების და დაცვის და ღირებულებებთან დაკავშირებით და ის ნიაღვარი, ის ნეოლიბერალური შეხედულებები, რაც მოდიოდა ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ბუნებრივია ეხლა ამას გაგრძელება ახლავს თავისთავად და ეს ესე მარტივად და უცებ არ იქნება გადალახული იმ ადამიანებს მხრიდან, რომლებიც ჩვენ გვარებს და სახელების ჩამოთვლას აზრი არ აქვს იმ პოლიტიკური ფიგურების, იქნება ევროპარლამენტარები თუ სხვადასხვა წამყვანი ევროპული სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან ეს ნეგატიური შეფასებები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ამ ადამიანების აზრი ერთი დღით და ორი დღეში რა თქმა უნდა ესე ვერ შეიცვლება, მაგრამ პროცესი თვითონ დაანახებს, რომ ისინიც აღმოჩნდებიან მარგინალური მხარეზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ქვეყანა არ უჭერს უბრალოდ ხარს. ეს არის რეალობა და მოუწევთ მათაც ახლა თუ განცხადებებს უკან არ წაღება, ყოველ შემთხვევაში გადახედვა მაინც იმისა, რომ რეალობა არის ის, რომ არჩევნები შედგა ქვეყანაში, ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა მეოთხე საპარლამენტო არჩევნებში და მიიღო მყარი უმრავლესობა. და გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობები როგორც ევროინტეგრაციის მიმართულებით, ისევე საერთაშორისო სხვადასხვა ასპარეზზე, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გადატვირთვის პოლიტიკაზე იყო საუბარი ჩვენი პრემიერ-მინისტრის მხრიდან არაერთხელ, რითაც სრული მზაობა, როგორც ქართული ამ შემთხვევაში ჩვენი მთავრობის მხრიდან და ამას მოყვება რეალური შედეგებიც და ამას უბრალოდ მე არ გვინდა რაღაც წინასწარ გავუსვათ მოვლენებს, იმიტომ რომ ამერიკაში მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება დღეს და ამისგან გამომდინარე ძალიან ბევრი რაღაცას თავის ადგილი მიეჩინება და დაერქვევა სახელი და უბრალოდ მე მინდა რომ ეს სიმშვიდე რომელიც დღეს არის ეს შევინარჩუნოთ საზოგადოებამ ვიცი რომ ხალხი გარკვეულწილად რომ უყურებს ოპოზიციურ ტელევიზიებს და ის ადამიანებს ასევე საუბრობენ რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის და უბრალოდ ჩართეთ თქვენ ტელევიზიებში ან რას ამბობენ ან რა შეფასებებს იძლევიან ესე პოლიტიკური ფიგურები და ის ადამიანები ხა არ ჩამოთვლი იმ პერსონებს რომლებიც აქტიურად ჩანან ეს არის კიდევ ერთხელ წყალწაღებული ხავსეკიდებოდაო ეს არის საბოლოო ჯამში ის რასაც ჩვენ მივიღებთ და ჩვენ თავარი ის კი არ არის ეს ადამიანები რას ამბობენ და რას ფიქრობენ და სხვა იმ თავად მომხრეებს რა განცდებს უქმნიან ჩვენთვის თავარია ქვეყანა როგორ შეინარჩუნოს მშვიდობას როგორ იქნება სტაბილური ეკონომიკური წინსვლა და ხალხის კეთილდღეობა ეს არის დღევანდელი ხელისუფლების ქართული ოცნების თავარი მიზანი ვიდრე აი ამ გადატვირთვის ვთქვათ კონტურები უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება რა გავლენას ახდენს ქვეყნის შიგნიდან წასული გზავნილები ამ დამოკიდებულებაზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ გულისხმობ როგორც ოპოზიციის განცხადებებს ასევე სალომე ზურაბიშვილის პოზიციას მისი ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ალბათ მისი გუშინწედელი მიმართვა დიპლომატიური კორპუსის მიმართ თქვენ გაქვთ იმ კორპუსში მუშაობის გამოცდილება და სწორედ ამ კუთხით მინდა შეფასება გითხრათ ამ თემაზე ეხლა ვიცით რა არის რა თქმა უნდა როცა ინსტიტუციის წარმომადგენელი როგორც პრეზიდენტი გამოდის და არჩევნების მეორე დღეს ამბობს რომ არჩევნები გაყალბდა ნუ ეს არის ძალიან შემაშფოთებელი და ზოგადად რაც გარკვეულ ფონს ქმნის თავისთავად იმიტომ რომ ქვეყნის პრეზიდენტი რომელიც ღიად დგება იმ ადამიანებთან ერთად იმ პოლიტიკურ ფიგურებთან ერთად რომლებიც რამდენიმე წლის წინ სწორედ მას და მის არჩევნებს უწოდებენ გაყალბებულს და ეს ადამიანები ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს იგივე სახეები, იგივე პერსონები გამოდიოდნენ და სალომე ზურაბიშვილს რა სიტყვებით მოიხსენებდნენ და რა როგორ ამკობდნენ მას და უწოდებდნენ არალეგიტიმურ პრეზიდენტს და გაყალბებული გზით მოსულ პრეზიდენტს, სწორედ ეს ადამიანები დაიყენა დღეს ქალბატონმა ზურაბიშვილმა გვერდში და ამ ადამიანებთან ერთად აცხადებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყავდა. ეს არის აბსოლუტურად აბსურდი და მე ცოტა ვცდება ზოგადად აი რაღაც კონკრეტული ადამიანური შეფასების ჩარჩოებს ვხვდებით, იმიტომ რომ ამ პრეზიდენტმა მოქმედა ზურგის რეაქცია უამრავ ადამიანს, მილიონ ადამიანზე მეტმა, რომელმაც მას მივიდა და ხარი დაუჭირა საპარლამენტო არჩევნებში. სწორედ ამ ადამიანების რეაქცია ზურგი და ეხა
დღეს ამაზე კომენტარის გაკეთება და სერიოზული საუბარი ცოტა ძნელიც არის. ის საკითხი რაც თქვენ დასვით რომ აი მისი განცხადება დიპლომატიური კორპუსთან დაკავშირებით აბსოლუტურად მიუღებელი და გაუგებარი როგორ შეიძლება პრეზიდენტმა ესე მიმართოს თავისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლებს და ასეთი ენით ესაუბროს. თან ამავდროულად არ უნდა დაგვაუწყდეს რომ ის უკვე ბოლო პერიოდია სერიოზულ საბოტაჟს ეწევა ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად არც ერთი ელჩი აღარ ინიშნება, იმიტომ რომ ხელს არ აწვდის. ეს არის საბოტაჟი შენი ქვეყნის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ეს ადამიანები, რომლებსაც აქვთ კარიერული დიპლომატიური ცხოვრება გავლილი და ელოდებოდნენ გარკვეულ თანამდებობაზე და სხვადასხვა ქვეყანაში ყოფილიყო წაგზავნილი. ამ ადამიანებს გადაწყვიტა რომ არავის არ დაუჭიროს ხარი, არ მოაწევოს ხელი მათ დანიშვნებს და ეს რა თქმა უნდა სერიოზულ დისკომფორტს ქმნის იმ ქვეყნებთან მიმართებაში, როდესაც ჩვენ გვაქვს ტრადიციული დიდი ხნის ურთიერთობები ამ სახელმწიფოებთან და წარმოგიდგენიათ რომ პრეზიდენტი არ აწევს ხელს ამა თუ იმ პიროვნებებს და არ აქვს უკვე მნიშვნელობა ვიზია საუბარი და ჩვენ ამ შემთხვევაში უწევს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალიან ბევრი დამკოლებების გადალახვა. ეს არის პირდაპირ გეტყვის საბოტაჟი იმასაც რასაც ახორციელებს და აი მის ფონზე ეს განცხადება რომელიც დიპლომატიური დღისთან დაკავშირებით მისი განცხადება ქვია, აბსოლუტურად ესეც ამოვარდნილია და ალბათ იმის გაგრძელებაა, რასაც ახლა ვამბობდი ზუსტად. ძალიან დიდი მადლობა. დღის ქრონიკის კითხვებს პირდაპირ ეთერში ზურაბ აბაშიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე პასუხ